1 წლის და 2 თვის პატარა მყავს, როგორც წავახალისხმევ, სიმტყვების თქმა დაიწყოს, ყველა დღე ვუმეორებ ხოლმე სიტყვებს და სათამაშოებს, რომელს გვირჩევთ ამ ასაკისთვის. ბარათები დავიწყოთ 3 ბარათით, 1 შეთავაზებით და თანდათან გავზარდოთ ბარათების რაოდენობა. მეტყველების სტიმულირების ბარათებზე YouTube არხზეც მქონდა ვიდეო. ეხლა უკვე ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ თქვენ ნებისმიერ მაღაზიაშიც, მათ შორის ბიბლუში და ონლაინ მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა მეტყველების მასტიმულირებელი ბარათები და აჩვენოთ ის ყოველდღიურ ფორმატში, მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში თქვენი თამაშის პერიოდში აი ეს ბარათები. გარდა ამისა, ქუჩაში როცა გავდივართ სეირნობისას, ყველაფერს ვუსახელებ. ნახეთ ძაღლი ამბობს ავ. დადგენილია და პრაქტიკამ უკვე ცალსახად გვაჩვენა 1. ბავშვებს უმარტივდებათ სიტყვების თქმა და მეტყველების დაწყება ცხოველების გახმოვანებით. რას ამბობს ძაღლი? ავ. უფრო მარტივია თქვა ბგერა და ბგერებისნაერთი, ვიდრე თქვა სიტყვა. ამიტომ დაიწყეთ მეტყველების სტიმულირება ცხოველების ხმებით. კატამ რა თქვა? მიაუ. ანუ ხმებზე უნდა ვივარჯიშოთ ჯერ და მერე ვივარჯიშოთ სიტყვებზე. ძროხა ოღონდ არტიკულაციურად ისე უნდა გამართოს ეს ყველაფერი, ისე ნელა უნდა აჩვენოთ ბავშვს, რომ ის გიყურებთ თქვენ ტუჩებზე, მისთვის ტუჩები ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს უნდა შენი ტუჩების ნახვა, შენი არტიკულაციის ნახვა, როგორ მოძრაობს ენა, რას აკეთებენ ამ დროს კბილები, ტუჩები, ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 1 წლის და 1 თვის ბავშვის მინიმალური სიტყვების ოდენობა რამდენია, ანუ რა უნდა იცოდეს ამ ასაკზე. მოტორულად რისი თქმაც შეუძლია, ზოგადად 8-10 სიტყვა უნდა თქვას ამ ასაკში. მათ შორის ითვლება ხმებით, მაგალითად, მიაუ და მაგალითად ბახ, ესეც ითვლება სიტყვად.